გამარჯობა, ჩემი ატრის ვიდეოზე ძალიან ბევრმა დამიწერა, რომ ორსული არაჯანსაღად იკვებებიო. ხო და მოდი ახლა გაჩვენებთ რეალურად მე და ჩემი 13 კვირის პაწაწინა, რას მივირთმევთ დღის განმავლობაში. აქ გვაქვს კანგაცრიელი პომიდორი, ორი ცალი კარგად შემწვარი კვერცხი, ერთნაირი ყველი, რომელსაც ვეღარ ვჭამ, მაგრამ მაინც ვცდილობ რომ ვჭამო და რძე. ზოგადად ჩემ პატარას კვერცხით ძალიან მოძულებული აქვს, მაგრამ აი პომიდორთან და ყველთან ერთად ვჭამ და მომწონს შედარებით. სანამ ჭურჭელს დავრეცხავდე, მოდით გაჩვენებთ ჩვენს პატარას. არ ვიცი ახლა შორტებში რამდენად მეტყობა, თან ცოტა ნაჭამიც ვარ, მაგრამ აშკარად ეტყობა რომ გაიზარდა ჩვენი პატარა. 13 კვირის ტოლობაზე აშკარად დიდია, ხო? ეს არის წვენი, რომელსაც ვგიჟდები ბავშვობიდან. ძალიან სასარგებლოა. ბურგერი საერთოდ გადამიყვარდა, ვეღარ ვჭამ ბურგერს. მეზიზღება უკვე. აი რა უყვარს ჩემ პატარას. გიოც მომივიდა, მოდი გიო, მოდი. რა ფენისტია, რა ბურგერი არ მიყვარდა რა? ბურგერი აღარ მიყვარს. მაშინ ვერ ვჭამე, ვერ ნახე, ვეღარ ვჭამე, ხინკალი კი ბატონო. ვეღარ ვჭამ ბურგერს, ამ ზიზღით ვჭამ. მაშინაც იქ რა ვიყავ დიდი ბურგერი ვჭამით, აი ვერ ვჭამე. ნუ მიშლი ვიდეოს. აქ გვაქვს დაჭრილი მსხალი და ატამი. რაც მაქვს რაც მომეყვება, იმას ვჭამ. ხოლმე რაღაც აქში მაქვს. აქ მაქვს მაკარონი მაწონთან ერთად, მაგრამ მაკარონი ძალიან ბევრი მოუხარში შემთხვევით ჩამეყარა და ამის ნახევარსაც ვერ შევჭამ, ანუ ძალიან ბევრი არის. მე თუ მომინდა დავაყოლებ ჩემ გამომწვარ ერევნის ქადას. მაგრამ ტკბილს მაინც ვერ იდები და დიდად არც მინდება ეხლა უკვე. მაგარი იყო. რამდენჯერ უნდა გითხრა